ვიზიტის გადადების მოწოდების მიუხედავად ეუთოს გენდივანი თბილისშია და ჯერ სიტყვა არ უთქვამს რეჟიმის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე. მისი ბრიფინგი ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მაკაბოჭორიშვილმა ტრიბუნა პარტიული და პროპაგანდისტული გზავნილებისათვის გამოიყენა. ივანიშვილის წარმომადგენელმა თქვა, რომ პარტია, რომელიც არჩევნების მიტაცებაში, რეპრესიებსა და სისტემურ წამებაში ამხილებული, ეუთოს ღირებულებების ერთგულია. ბრიფინგს სალომე ლაბაძე დაესწრო, რომელიც დეტალებით გვერდება პირდაპირ ეთერში. საკუთარი სიტყვა მაკაბოჭორიშვილმა ივანიშვილის მთავარი წუხილის გახმოვანებით დაასრულა. ამ წუხილის საფუძველია საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა რეჟიმის ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო, რასაც შეგახსენებთ, რომ ოლიგარქის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება საქართველოს შიდა საქმეებში საგარეო ჩარევა დაფასებს. მაკაბოჭორიშვილის სიტყვის ბოლო ნაწილიც ეთმობოდა სწორედ იმის მტკიცებას, რომ თითქოს საერთაშორისო პარტნიორები ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში და რომ თითქოს ამისთვის მათ შორის ეუთოს დამოუკიდებელი ინსტიტუტების გამოიყენება კონკრეტული აქტორების მიერ. მანამდე კი საკუთარი სიტყვა ძირითადად მაკაბოჭორიშვილმა მიუძღვნა რეგიონში არსებულ ვითარებაზე საუბარს და ასევე იმ მდგომარეობის განხილვას, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც ქმნიდა იმის შთაბეჭდილებას, რომ თითქოს დღეს ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის ძირითადი საკითხი იყო სწორედ რეგიონში არსებული და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა და არა ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც სწორედ ივანიშვილის რეჟიმის ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკის გამოა შექმნილი საქართველოში და რის საპროტესტოდაც ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს რეჟიმი ბოლო რამდენიმე თვეა, მათ შორის ბოლო დღეების განმავლობაში ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ პოლიტიკური კრიზისის და ასევე რეჟიმის ძალადობრივი მოქმედებების შესახებ არაფერი უთქვამს არც ეუთოს გენერალურ მდივანს. მან საკუთარი სიტყვაში მხოლოდ ის აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის და ასევე რეგიონში მცხოვრები სხვა ხალხებისთვის საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი ამოცანა. საქართველოს ბოლო პერიოდში ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში საგარეო ჩარევების ღია მცდელობების თვალსაჩინო მაგალითი გახდა. ხშირად ვხედავთ ასევე საერთაშორისო ინსტიტუტების არასწორად გამოყენების მცდელობებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სწორედ იმ ფუძემდებლურ პრინციპებთან, რასაც ეფუძნება საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვაც უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების ვალი. საქართველოს ხელისუფლება არის ეუთოს და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგული და იგივე მოლოდინი აქვს თავისი პარტნიორების მხრიდანაც. ხელისუფლებას არაერთხელ დაუდასტურებია საკუთარი ნდობა ეუთოსადმი, ამის ნათელი მაგალითი გახდათ ეუთო ოდირის მოწვევა გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად და მისიის საქმიანობის განხორციელებისთვის მაქსიმალური ხელის შეწყობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოდირის რეკომენდაციები და მზად ვართ თანამშრომლობა გავაგრძელოთ მათ შესასრულებლად. გამოსვა რომ ეუთო საკმაოდ დაინტერესებულია ჩვენ მხარს უჭერთ როგორც საქართველოს, ასევე ამ რეგიონის ყველა ქვეყანას. ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც დაამტკიცა რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგის წამოწყება, განსაკუთრებით იმ რეგიონებსა და ქვეყნებს შორის, რომლებიც კონფლიქტის მდგომარეობაში არიან. ამიტომ ჩვენ გაგვაჩნია მრავალი საშუალება, რომლებსაც ვიყენებთ ასეთ შემთხვევაში და უწყვეტად ვცდილობთ ჩავერთოთ კონფლიქტების დარეგულირების საქმეში. სტაბილურობა საქართველოში არის მნიშვნელოვანი როგორც მისი ხალხისთვის, ასევე მთლიანად რეგიონის ინტერესებისთვის. ჩვენ მუშაობთ საქართველოსთან ერთად ათეული წლებია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ გვინდა საქართველოს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ მოწოდებულნი ვართ ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების გამტკიცებისთვის, ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას გააჩნია. იყო თუ არა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და რეჟიმის ძალადობრივი მოქმედებები, იმ შეხვედრაზე მსჯელობის თემა, რომელიც გაიმართა დღეს ეუთოს გენერალურ მდივანსა და მაკაბოჭორიშვილს შორის, ეს როგორც უკვე გითხარით, პრესკონფერენციაზე გავრცელებული გზავნილებით რთულად სავარაუდოა, თუმცა ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ამ შეხვედრას მაკაბოჭორიშვილთან ეუთო გამოიყენებდა სწორედ კრიტიკული გზავნილების გადაცემისთვის ივანიშვილის მინისტრისთვის
და რომ კრიტიკული განწყობა ნამდვილად არსებობს ეუთოში ივანიშვილის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიმართ ეს ოპოზიციის განმარტებით გადასტურდა მათ შორის იმ დასკვნითაც, რომელიც მოყვა 26 ოქტომბრის არჩევნების პროცესსა, რომელიც როგორც რეჟიმის ოპონენტები ამბობენ, წარმოადგენს მთავარ შემაფერხებელს ახლა ივანიშვილის ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მოპოვების გზაზე. ასევე ეუთოს გამოხმაურება კრიტიკული იყო რეჟიმის რეპრესიულ კანონებზეც და მის ძალადობრივ მოქმედებებზეც, რომლებსაც ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა თვალს ვადევნებთ თბილისის ქუჩებში და ამიტომ ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ამ შეხვედრაზე მიუხედავად იმისა, რა გავრცელდა პრესკონფერენციით, მაკა ბოჭორიშვილი მოისმენდა სწორედ კრიტიკულ გზავნილებს პარტნიორების მხრიდან. არა მგონია რომ ქართულ ოცნებასთან დიდი რამბების საქმეად იყო ჩამოსული ესეთი ორგანიზაციის წარმომადგენლები როგორც წესი ჩამოდიან მოლაპარაკებებზე რომ კიდევ ცადონ ხელისუფლების მობრუნება იმ კრიტიკულ წერტილამდე რასაც მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება ქვია გაფრთხილებების მიმღები შიკრიკები ხშირად ჩამოდიან ამ ქვეყანაში ეუთოსის დასკვნები რაც იყო პირველი დასკვნა რომელიც გამოქვეყნა არჩევნების მეორე დღეს ან მესამე დღეს თუ სწორად მახსოვს და შემდგომ თვენახევრის თავზე იყო არსებითად განსხვავებული ერთმანეთისგან და ბოლო დასკვნა მიუთითებდა კატასტროფული დარღვევების შესახებ, რომელიც არსებობდა. მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობიდან, როგორც ჩვენთვისაც ცნობილი, ეუთოს გენერალური მდივანი გაემართა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით, ის საოკუპაციო ხაზთან ჩავადა იქ არსებულ მდგომარეობას თავადვე შეისწავლის, ასევე როგორც ჩვენთვისაც ცნობილი, დაგეგმილია უკვე ხვალ შეხვედრა შავა პაპუაშვილთანაც, რომელიც ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარეა, რაც შეეხება ოპოზიციას და მესამე სექტორს. ჩვენს ხელს არსებული ინფორმაციით მათთან შეხვედრა არ არის დაგეგმილი ეუთოს გენერალური მდივნის მიერ. სწორედ ამ ნაწილშია საყურადღებო გავიხსენოთ ჯო ვილსონის მოწოდებაც. მე შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯერ კიდევ 3 დღის წინ, ვიდრე გენერალური მდივანი ჩამოვიდოდა საქართველოში, მას მოუწოდებდა ვიზიტის გადადებისკენ იმ საფრთხის გამო, რომელიც დაკავშირებულია ივანიშვილის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების განზრახვასთან, რომ ეს ვიზიტი მისი ლეგიტიმაციის აღიარებისთვის გამოიყენოს. სალომე ლაბადა საუბრობდა პირდაპირ ეთერში.